მე ხამ სახლის სამზარეულოს და ვერანდას განვიხილავ და პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ძალიან მომწონს ეს სლაიდის მექანიზმით გადატეხული სამზარეულოები. სხვათა შორის, ბევრნაირად შეგვიძლია რომ გავაღოთ და დავკეტოთ ეს მხარე, ასევე წინა მხარე და ძალიან პრაქტიკულია. ბევრნაირად შეგვიძლია დავაგეგმაროთ. კუნძული, რომელიც ჩემი აზრით, როგორც სამუშაო სივრცეს გვაძლევს, რომელიც არც გვაკლია სამზარეულოში, ასევე არის ძალიან დატვირთული უჯრედებით. და რა თქმა უნდა, ხა ჭურჭელს არც მანქანა გვაქვს, ინდუქციური არის, თავისი გამწოვით და მომწონს აი ეს დიდი ვიტრაჟი, საკმაოდ მაღალი ვიტრაჟია, რომელიც იღება. ხედები აქვს ჭავჭავაძე აბაშიძის მიმართულებით. ასევე აღნიშნავ იმას, რომ მთლიანი კედელი არის დატვირთული, რადგან გვაქვს 193 კვადრატული მეტრი ბინა და შესაბამისად ეს არ არის ერთ და ორ ადამიანზე გათვლილი, აუცილებელია მსგავსი კარადები იმისათვის, რომ ბევრი სათავსო გქონდეს. ასევე ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი არის ისიც, რომ სასადილო მაგიდის სივრცეს გქონდეს ბუნებრივი განათება რა კრიტერიუმსაც ეს ბინა ნამდვილად დაკმაყოფილებს. მრგვალი მაგიდაა, რომელიც 6 ადამიანისთვის არის იდეალური, ხოლო აქედან პირდაპირ გადავდივართ სივრცეში, რომელიც არის ვერანდა, რომელსაც წარმოიდგინეთ, ხედები აქვს როგორც ჭავჭავაძის მიმართულებით, ასევე პირდაპირ ვაკის პარკში ვართ პრაქტიკულად და კუსტვის მხარესაც კი. აქაც ჩვეულებრივ კარგ ამენში შეგვიძლია რომ მივიღოთ სტუმრები, ტელევიზორსაც ხედავთ და ძალიან საინტერესოა ისიც, რომ აქ არის ესეთი გაყვანილობა. ეს სახლი იყიდება, სრული ვიდეო შეგიძლიათ ჩემ გვერდზე ნახოთ და თან გამომიწერეთ, არ დაგავიწყდეთ. დროებით.